საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის ლიდერს სთხოვა უარი თქვას ლიბანში სახმელეთო შეჭრაზე. ამის შესახებ ელისეს სასახლისგან ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას მოისმინა. სოციალურ მედიაში ემანუელ მაკრონის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში იკითხება, რომ ის ისრაელის გარდა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე ლიბანის მთავრობასაც ელაპარაკა, სადაც ხაზი გაუსვა ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას მხრიდან ისრაელზე იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერების აუცილებლობას. მე მოუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს დაიცვას ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და უარი თქვას სახმელეთო შეჭრაზე. მნიშვნელოვანია მხარეები დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. საფრანგეთი გააგრძელებს ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რათა სრულად გააგრძელონ საკუთარი მისია, რომელიც სუვერენობასა და ჰეზბოლას საფრთხის აღმოფხვრას ემსახურება. ორი ქვეყნის ლიდერს შორის ეს სატელეფონო ზარი გასული წლის შემდეგ პირველია. ამას თავისი მიზეზი აქვს. ისრაელს საფრანგეთის ლიდერზე წყენა არ დაუმალავს მას შემდეგ, რაც სექტემბერში ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთმა პირველმა თქვა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებდა, რასაც ამ საკითხზე მწვანე შუქი სხვა გავლენიანი ევროპული სახელმწიფოების მხრიდანაც მოჰყვა დომინოს პრინციპით. საფრანგეთი ლიბანის მეგობარ სახელმწიფოდაც პოზიციონირებს. შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ შეხედულებებს ხმამაღლა აჟღერებს იმის თაობაზე, რომ ლიბანსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს და ქვეყანამ ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა თავიდან სამუდამოდ უნდა მოიშოროს. Le président l'a fait à son niveau, je l'ai fait au mien, d'appeler les autres. პირველ რიგში რაც პრეზიდენტმა თავის დონეზე, მე კი ჩემს დონეზე გავაკეთეთ ისაა, რომ მოვუწოდეთ ისრაელის ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის სახმელეთო შეჭრისგან ლიბანში, უარი თქვა საზღვაო პორტებსა თუ აეროპორტებზე, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, რომლის მისიაც არის ჰეზბოლას განიარაღება, რომელმაც საკუთარი იერიშები უნდა შეწყვიტოს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მივაწოდებთ ბრონირებულ ავტომობილებს ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, რათა ამ ოპერაციაში გამოიყენონ. და ბოლოს ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დახმარება ათობით ათასი ადამიანისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებიც ახლა სახლისგან შორს არიან. ამიტომაც გავგზავნეთ ადგილზე 5 ტონა სამედიცინო თუ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ლიბანში მომდევნო კვირას ჩავა. Dépêché et arriverait dès la semaine prochaine au Liban. ამერიკა ისრაელისა და ირანის ომში ლიბანი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ირანის სატელიტმა ლიბანურმა ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ იერიში მიიტანა. სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ. ამას ლიბანის მისამართით საპასუხო საჰაერო ზომები მოჰყვა ისრაელის მხრიდან. შედეგად, უქმეების შემდეგ ქვეყანაში 100-მდე პირი იერიშს ემსხვერპლა. ომის განახლების შიშით კი 83,000 ადამიანმა საკუთარი სახლი უკვე დატოვა. ახლო აღმოსავლეთის დატოვება სურთ საფრანგეთის მოქალაქეებსაც, რომლებთათვისაც ქვეყანამ მსოფლიოს მრავალი სხვა სახელმწიფოს მსგავსად სპეციალური რეისები უკვე ჩაანიშნა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთის 400,000 მოქალაქე ცხოვრობს. C'est environ 5000 personnes qui souhaitent quitter la région. Donc დაახლოებით 5000 მოქალაქეს სურს დატოვოს რეგიონი, მათი 80% არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩაგდებული რეისები. ეს რეისები უკვე განხორციელდა ეგვიპტიდან, ომანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დაგეგმილია სხვა დამატებითი რეისებიც. მეორე მხრივ ჩვენ ვთხოვეთ აბუ-დაბის, რომ ააჩქარონ იმ ფრენების ფაზა, რომელიც ქვეყნიდან საფრანგეთში ხორციელდება. accélérer la cadence des vols qui au départ des Émirats gagnent la France. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შემდეგ რეგიონში ვითარება დაიწყება და მან უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკიც გააჩინა, რადგან ირანის საპასუხო იერიშები ისრაელსა და ამერიკის ბაზების გარდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც მიწვდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებშიც.